უვიზო მიმოსვლა საქართველოს არგენტინას შორის შეთანხმება ძალაში დღეიდან შევიდა. ძალაში შედის არგენტინასთან უვიზო მიმოსვლა ორმხრივი საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩვეულებრივი პასპორტების მფლობელთათვის. ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის შუალედურ არჩევნებში დარეგისტრირდა ცესკოს განცხადება და ოპოზიციური პარტიის განმარტება. აფხაზეთი და ოსეთი ახალრუსულ სახელმძღვანელოებში დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის მოხსენებული, რა განმარტებები კეთდება სასწავლო დაწესებულებაში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ახალ ამბებს 16 საათზე მოამბის გუნდთან ერთად მე ლიზა ციკლაური გაგაცნობთ. საქართველოსა და არგენტინას შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედა. 2015 წლის 5 სექტემბრიდან ძალაში შევიდა სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკას შორის. აღნიშნული შეთანხმების თანახმად ორდინალური პასპორტის მქონე მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ გაემგზავრონ და 90 დღე დაჰყონ ორივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ხელი 2015 წლის ივნისში მოეწერა. ძალაში შედის არგენტინასთან უვიზო მიმოსვლა ორმხრივი საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩვეულებრივი პასპორტების მფლობელთათვის. არგენტინა დაემატა იმ უკვე 5 ქვეყნის სიას, რომელთანაც უკვე გვაქვს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე უვიზო მიმოსვლა. მოგეხსენება, ცოტა ხნის წინ ჩილე და ურუგვაი შევიდა ძალაში, მანამდე ბრაზილია, უკვე გვქონდა კოლუმბია და ეკვადორი. ეს არის ის შედეგი, რომელიც ჩვენმა დიპლომატიამ დაძლო რამდენიმე წელიწადში. ამბასადორიალი დასრულდა დიპლომატიურ კორპუსთან სამდღიანი დიალოგის შედეგები მთავრობის მეთაურმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა შეაჯამეს. ეფექტური საკომუნიკაციო ფორმატის ძიება და უწყვეტი დიალოგი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ამბასადორიალის ფორმატში ამ მიმართულებებით გაწეული სამუშაო პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა და ისაუბრა იმ გეგმებზეც, რომლებიც მთავრობის წევრებმა ერთობლივად დასახეს. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით კი წლის მთავარი პრიორიტეტი ვიზა ლიბერალიზაცია იქნება და ელჩებთან მუშაობაც ამ მიმართულებით გაგრძელდება. რომ საქართველოს უკეთ მოემზადოს ვარშავის სამიტისთვის. მიმაჩნია რომ ძალიან ნაყოფიერი იყო და შედეგიანი იყო ეს 3 დღე. ჩვენ ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი გქონდა ელჩებთან, მე მათ ვესაუბრე ჩვენს გეგმებზე, ჩვენი ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ ასე ვთქვათ სიტუაციაზე, გამოწვევებზე, საფრთხეებზე, რომელიც არსებობს. მე მათ შევთავაზე ასევე აქტიური კომუნიკაცია მთავრობასთან და ჩვენ შევთანხმდით ასევე ამ პირდაპირ კომუნიკაციის გზების შექმნაზე. კომუნიკაცია არის აუცილებელი, რომ ელჩებს დროულად მიეწოდებს ინფორმაცია და ისინი იყვნენ სრულად ჩართულნი, ინტეგრირებულნი იყვნენ იმ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს დღეს ხელისუფლებაში და ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მქონდა ინდივიდუალური შეხვედრებიც, არის კონკრეტული წინადადებები მათი მხრიდან, არის საუბარი იმაზე, თუ რა ვიზიტები უნდა დაიგეგმოს პრიორიტეტული მიმართულებებით. ყველაზე მთავარი პრიორიტეტი ამ ეტაპზე არის ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით დასრულება და რა თქმა უნდა მზადება, რომ სწორად მივიდეთ ჩვენ ვარშავის სამიტამდე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ეს გულისხმობს როგორც მინისტერიალამდე, ასევე სამიტამდე სწორად მისვლას და მაქსიმალური შედეგის მიღებას. რუსეთთან პრაგმატული, თუმცა თანმიმდევრული და არაკომპრომისული პოლიტიკა გაგრძელდება. ასეთია ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია. განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა ამბასადორიალის დასრულების შემდეგ გააკეთა. ქვეყნის პირველი დიპლომატი აუცილებლად მიიჩნევს დღემდე არსებული დიალოგის ორივე ფორმატის შენარჩუნებას. მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ერთის მხრივ ჟენევის ფორმატში უნდა მიიღოს რუსეთისგან გარანტიები ძალის გამოუყენებლობისა და ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების შესახებ. ამავდროულად კი უნდა გაგრძელდეს ჰუმანიტარული და ეკონომიკურ საკითხებზე საუბარი აბაშიძე კარასინის ფორმატში. კვირიკაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ პრაგმატული პოლიტიკა კომპრომისების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. შესანარჩუნებელია ორივე ფორმატი. ერთი ჟენევის ფორმატი პოლიტიკური დიალოგისთვის იქნება, რა თქმა უნდა, წამყვანი და ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ძალის არ გამოყენების შესახებ გარანტიების მიღება რუსეთის მხრიდან. აბაშიძე კარასინის დიალოგი ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გაგრძელდეს და მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები, რომლებიც ამ არაფორმალური დიალოგის ფარგლებში იხილება. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მაქსიმალურად პრაგმატულ, თუმცა თანმიმდევრულ და არაკომპრომისულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში.
სკოლა ინტელექტის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებს ეხმაურება. ცოტა ხნის წინ ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა რუსულენოვან საგანმანათლებლო დაწესებულებაში დამატებითი ლიტერატურის სახით დარიგებული გეოგრაფიის ატლასის ფოტოები. ატლასი რუსეთშია დაბეჭდილი და მასში საქართველოს ოკუპირებული რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის მოხსენიებული. სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლება რუსულ ენაზე მხოლოდ საქართველოში დაბეჭდილი რიფირებული სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს. აღნიშნული ატლასი კი დამატებით ლიტერატურას წარმოადგენს, რომელიც მოსწავლეებს ჯერ არ გამოუყენებიათ. სკოლა ასევე განმარტავს, რომ სახელმძღვანელო სპეციალური შეკვეთის შედეგად მიიღეს. თავდაპირველად შეკვეთილი იყო სხვა სახელმძღვანელო და ადგილი ჰქონდა მომწოდებლის შეცდომას, რომელმაც დამკვეთს სხვა წიგნი მიაწოდა. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ სასწავლო დაწესებულებამ მომწოდებელთან საქმიანი კავშირი უკვე შეწყვიტა. აფხაზეთში გულრიფში ცნობილი სანატორიუმი დაანგრიეს. შენობა, რომელიც მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე ცნობილი მეცენატის ნიკოლაი სმეცკოის მიერ იქნა აგებული, საშენ მასალად გამოიყენეს. ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს დაანგრეული არქიტექტურული და კულტურული ძეგლი, რომელიც ერთ დროს ფეშენებელურ სანატორიუმს წარმოადგენდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ნოდარ ხადურმა ირაკლი ღარიბაშვილს 2016 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები გააცნო. საქართველოს მთავრობა მომავალი წლის ბიუჯეტს თვის ბოლოს პარლამენტს წარუდგენს. თბილისის ვიცემერის თანამდებობაზე საკრებულო ლაშა აბაშიძე დაამტკიცა. აბაშიძის კანდიდატურას 32-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთი წინააღმდეგი იყო, ხოლო 3-მა თავი შეიკავა. საკრებულოს ხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა განაცხადეს, რომ თბილისის მერიას არ აქვს თავისი ხედვა და სტრატეგია თუ როგორ უნდა განვითარდეს დედაქალაქი. თბილისის ვიცემერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დაინიშნა. მინუსი ეს არის თბილისის მთავრობის მინუსი, ვინაიდან ბატონი ლაშა დღეს არის კანდიდატი და მას არ შეიძლება რომ ახლა ყველა საკითხზე მოვთხოვოთ საკუთარი ხედვა, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში თბილისის მთავრობას უნდა ქონოდა უკვე საკუთარი ხედვა და სტრატეგია, რა მიმართულებით მიყავს ქალაქი, რა პრიორიტეტული ღონისძიებების გატარებას აპირებს და როგორი თანმიმდევრობით და როგორ აფასებს საერთოდ იმ პრობლემატიკას, რომელიც თბილისში არის. აი ამ ხედვის არ ქონის გამო თბილისის მერის არარსებობის გამო უბრალოდ შეუძლებელია ბატონ ლაშა, რომ თქვენ ერთმა ადამიანმა ამოგლეჯილად რაღაცა წარმატებას მიაღწიოთ გუნდთან ერთად, არ ვსაუბრობ პირად წარმატებებზე. რაც შეეხება ხედვებს, ბატონ ირაკლი, ხედვას გაგვაჩნია და თქვენ თუ თქვათ სიტყვაზე ქალაქის გეგმას, განვითარების გეგმას ხედვას არ ეძახით და ბევრ რავალ სხვა რაღაცებს, ხო, ნუ ეგ თქვენი პრობლემაა. ამასთან მინდა ხაზი გაუსვათ, 9 წლის მანძილზე იმდენად მავნებლურ საქმიანობას ეწეოდით და იმდენად თავდაყირად დააყენეთ ამ ქალაქში თქვენ ყველაფერი, რომ მართლა გვეგონა, რომ ჩვენ 6 თვეში, პირველ 6 თვეში შევძლებდით იმ თქვენი გაფუჭებული და ჩაოხრებული საქმეების გამოსწორებას, მაგრამ შემდა სამწუხაროდ იმდენი ნაღმები ქონდა ჩადებული ქვეყნის საზიანოდ, ამ ქალაქის საზიანოდ, რომ ესე არ გამოვიდა. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო საკრებულოს ხარდაჭერისათვის და ის დობა, რაც გამომიცხადეს, გამომართლო. რაც შეეხება ასე ვთქვათ საკადრო ცვლილებებს, ნუ რა თქმა უნდა უფრო პრიორიტეტული არის ჩემის აზრით კონკრეტული პერსონების შეცვლის მაგივრად სისტემური ცვლილებები განხორციელდეს. თუ ამის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, ეფექტიანობის გაზრის მხრივ უნდა განხორციელდეს სისტემური ცვლილებები, რა თქმა უნდა, ეს არის ასე ვთქვათ მერია მით უმეტეს არის ცოცხალი ორგანიზმი და გამომდინარე იქიდან იმ პროცესებიდან რაც ვითარდება, თუ იქნება საჭიროება იმისი, რომ განხორციელდეს ეფექტიანობის გაზრის მხრივ სისტემური და სტრუქტურული ცვლილება, ეს უნდა განხორციელდეს. ნაციონალური მოძრაობა, რომელიც შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბერს დაგეგმილ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაციაში გაატარა. შესაბამისი განკარგულება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული და მასში ნათქვამია, რომ პარტიის ორი წარმომადგენელი ლევან თარხნიშვილი და ივანე პეტრიაშვილი კომისიამ უკვე დაარეგისტრირა. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთეს ოპოზიციურ პარტიაში. ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება შუალედურ არჩევნებში ბოიკოტირების შესახებ შეცვლილა და ძალაში რჩება. რეგისტრაცია კი მათი განმარტებით პარტიამ პოლიტიკური სუბიექტებისთვის განკუთვნილი სატელევიზიო დროის სარგებლობის მიზნით გაიარა. ჩვენ არ წარვადგენთ კანდიდატებს, ჩვენ არ გვეყოლება
წევრები საარჩევნო კომისიაში, არც საოლქო, არც საუბნო დონეზე. იმავდროულად ჩვენ გავიარეთ რეგისტრაცია, რათა ვისარგებლოთ კანონით მონიჭებული უფლებით და გამოვიყენოთ თავისუფალი საეთერო დრო, რათა საზოგადოებას კარგად დაუხსნათ სწორედ ჩვენი ბოიკოტის მიზეზები, კარგად დაუხსნათ, რომ დღევანდელი საარჩევნო სისტემა ხელისუფლებას აძლევს მხოლოდ ხელს. ნეპოტიზმის ფაქტებსა და საეჭვოდ მაღალ ხელფასებზე განცხადება გააკეთა გია ცაგარეიშვილმა. მისი თქმით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რაიონული გამგეობის პატრონაჟით გახსნილი ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი ჯერ კიდევ არ მუშაობს და ამ დრომდე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. მიუხედავად ამისა, ცენტრის 3 თანამშრომელი ხელფასს თებერვლიდან იღებს. ცაგარეიშვილის განცხადებით, ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე გამგებლის მოადგილის მეუღლეა დანიშნული. თებერვლის თვიდან დღემდე სხვა მომქმედ აიპებთან შედარებით, რომლებიც წყალტუბოში არის სერიოზული რაოდენობით გახსნილი, აქ სხვასთან შედარებით სოლიდური ხელფასები აქვთ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ცენტრის დირექტორის მოადგილე არის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ძნელაძის მეუღლე. ამ ცენტრში დასაქმებული იყვნენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან გამგეობასთან, გამგებლის მოადგილესთან, ქართულ ოცნებასთან. გამოწერილია უზარმაზარი რაოდენობის ხელფასები. წყალტუბოს მასშტაბს თუ ავიღებთ, ყველაზე დიდი შეიძლება ითქვას ხელფასები, რაც კი საერთოდ გაიცემა. 14 წლის მოზარდს ერთი კვირა უშედეგოდ ეძებენ. რუსთავში მცხოვრები დავით ლურსმანაშვილის ნათესავების ინფორმაციით სახლიდან ის 29 აგვისტოს გავიდა. იმავე დღეს მოზარდი რუსთავში ერთ-ერთ ინტერნეტ კაფეში ნახეს, როგორც დაკარგულის მეგობარი მოამბესთან საუბარში აცხადებს. დავით ლურსმანაშვილი მან 3 დღის წინ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზეც ნახა. მე-9 კლასის მოსწავლე რუსთავში მშობლებთან და უმცროს ძმასთან ერთად ცხოვრობს. ოჯახის წევრები მოზარდთან კონფლიქტს გამორიცხავენ. დავით ლურსმანაშვილს სამართალდამცველები ეძებენ. 29-ში დილით რო გავედით ბაზარში, წამოყვაშვილი ჩვეულებრივად, მოვიარეთ ბაზარი და მთხოვს ახლა გზაში რომ დედიკოვში მომეციო ლარი, შევალ კომპიუტერებში და მოვალ 1 საათში. ჩვეულებრივად წავიდა იმ დღის მერე ბავშვი აღარც აღამოს გამოჩენილა და უკვე მერვე დღეა ბავშვს ვეძებ. ყველგან განვაცხადე, არ სადაც ცოცხალი ასკუტარი არ ჩანს. ჩემმა მეუღლემ შეამოწმა ვიდეო აქ, სადაც დათო შედის ხოლმე სათამაშოდ ანუ კომპიუტერებზე, რომ სადაც შევიდა დათო და გამოვიდა ვიდეოზე ჩანს რომ მარტო შევიდა და გამოვიდა ბავშვი. მეტი არაფერი და ეგრევე ვსვეთ არის წასული. თბილისის ხოზე ვნახე. დამიძახა რა გიო მოდიო რაღაცა ვნახე გადავყვე რაღაცა და მე უთხარი რომ ბიჭო მამაშენი შეხვდათქო. მამაშენი დედაშინა მამაშენი ნერვიულობს და წადი სახში. მე ვეცილ არ და 30 და მე სახში წადითქო რა მე უთხარი და კაიო გიო არ არისო პრობლემაო მე წავალო სახში რა. ჯონკაც თეთრ სიგარეტს ეწეოდა. აქცია სასმელი წყლის მოთხოვნით თელავში ალაზნის გამზირის მაცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. შეკრებილების განცხადებით საცხოვრებელ კორპუსებში მაღალ სართულებზე მცხოვრებ ოჯახებს წყალი თვეზე მეტი არ მიაწოდებათ. აქციაზე თელავის მერიც მივიდა. პლატონ კალმახელიძესა და შეკრებილებს შორის მცირე ინციდენტიც მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას დაპირდა, მათი განცხადებით სასმელი წყლის მიწოდება უახლოეს პერიოდში აღდგება. მთელი თვეა არა გვაქვს წყალი, არა მოდის. პირველ სართულზე მოდის, მაგრამ არ შეიძლება აზიდვა. აზიდვა არ შეიძლება. ვერავითარ, ზოგი ჯანმრთელია, ვინც ჯანმრთელია აზდის წყალი, მაგრამ ვინც არ არის ჯანმრთელი და ავადმყოფია, ზოგს ბავშვი ყავს, ზოგი ნაოპერაციებელია, ვერ აქვს წყალი. ჩვენი მოთხოვნა ამ პირობებში ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ვალვა იყო ძალიან და ნამდვილად წყლის დეფიციტია. დღეში 2 საათი მოგცენ წყალი სრულად, რომ აუვიდეს მე-5 სართულსაც. სოციალური აქცია საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისთვის მხურვალეთში ადგილობრივებს უფასო სამედიცინო მომსახურებას უწევენ. სხვადასხვა პროფილის ექიმები მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობას კონსულტაციებს და შესაბამის კვლევებს ადგილზე უტარებენ. პროცესის მიმდინარეობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ესწრებოდა. პაციენტებს საჭირო მედიკამენტებიც უსაწყიდლოდ გადაეცათ. უფასო სამედიცინო გამოკვლევები საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სხვა სოფლებშიც ჩატარდება. ადგილზე იმყოფება 8 პროფილის სხვადასხვა სპეციალობის ექიმი, მათ ჩაუტარდებათ მოსახლეობის გამოკვლევები და შემდგომ ამის შემდეგ გადაეცემათ მათ მედიკამენტები. ასევე ადგილობრივ ამბულატორიას ჩვენი დეპარტამენტის სახელით გადაეცემათ შვილი ბავშვის სასწავლებლად. გამსინჯეს, მითხრეს ჩემი დაავადება რა თქონდა, გამწერეს ექიმთან, პასუხები, წამლებიც ყველაფერი მომცეს. ამჟამად კიდევ მივდივარ მეორე გამოკვლევაზე.
დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო გამშვები პუნქტის ყაზბეგის თანამშრომელი მიხეილ ავსაჯანიშვილი აიყვანა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა საბაჟო გამშვებ პუნქტ ყაზბეგზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით საზღვარზე ტვირთის უკანონოდ გადატანაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 650 ლარი. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ეგრეთ წოდებული ბიო ამოიღეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1991 წელს დაბადებული პირი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. თბილისში ერთი პირი დავაკავეთ, რომლის პირადი ჩხრეკისას ეგრეთ წოდებული ბიო ამოვიღეთ. გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. ლაგოდეხში უკანონო თევზჭერის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1979 და 1987 წლებში დაბადებული პირები უკანონო თევზჭერის ფაქტზე ამხილეს. სამართალდამცველებმა აყვანის დროს ისინი თევზს აკრძალული საშუალებით იჭერდნენ. პოლიციამ უკანონოდ დაჭერილი სხვადასხვა სახეობის 4 კილო და 800 გრამი თევზი და ელექტროშოკის აპარატი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ორივე მხილებული პირი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მიმდინარეობს გამოძიება. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჩადუნიანში უკანონო თევზჭერის ფაქტზე ორი პირი ვამხილეთ. ელექტროშოკული აპარატი და უკანონოდ დაჭერილი 5 კილომდე სხვადასხვა სახეობის თევზი ნივთმტკიცებად ამოვიღეთ. გამოძიება აკრძალული საშუალებით თევზის მასობრივი განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს. უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინა გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახურმაც. დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების თანამშრომლების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის მიმდებარე ტერიტორიებზე მოქალაქე გასაგებერი ნავით და ელექტროშოკული აპარატით თევზაობდნენ. კანონდარღვევებს ჩამოერთვათ 52 კილოგრამის სხვადასხვა სახეობის თევზი და სამართალდარღვევების იარაღი. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს და შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება შესაბამის ორგანოში. მდინარე ალაზანზე გამოვლენილი იქნა უკანონო თევზჭერის ფაქტი. კერძოდ მოქალაქეები აკრძალული იარაღით და საშუალებებით თევზაობდნენ მდინარე ალაზანზე. ჩამორთმეული იქნა სამართალდარღვევის იარაღები და ასევე 52 კილოგრამი სხვადასხვა სახეობის უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება და მასალები გადაგზავნილი იქნება სამართალდამცავ ორგანოებში. ილტოს ხეობის მოსახლეობა მთის სტატუსის აღდგენას ითხოვს. ამის შესახებ გიორგი გუგავამ ახმეტის დეპუტატთან ერთად ლეიბურისტულ პარტიაში ბრიფინგზე განაცხადა. მათ პრემიერ-მინისტრს რეგიონში ჩასვლა მოსთხოვეს, რომ თავად გაეცნოს ხეობაში არსებულ მდგომარეობას. ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის ხეობა, ესაზღვრება ჩრდილოეთ კავკასიას, რუსეთის ფედერაციას და იქ უდიდესი მნიშვნელობა, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ადგილობრივი მოსახლეობა, რასაც პირიქით აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება. მთიანი რეგიონების სტატუსი ახმეტის მუნიციპალიტეტში მიენიჭა თათუშეთს და პანკისის ხეობას. ხოლო პირველ ვერსიაში პროექტის სახე როცა იყო, იქ მოხსენიებული იყო ილტოს ხეობაც. შემდგომ როცა სტატუსი მიიღო, კანონის სახე მიიღო, ილტოს ხეობა იქნა ამოღებული. პატა ბურჭულაძემ ზუგდიდის მოსახლეობას მახათას მთაზე მშენებარე სამონასტრო კომპლექსის შესახებ ანგარიში წარუდგინა. სოფელმა საოპერო მომღერალმა ადგილობრივებს დოკუმენტური ფილმიც აჩვენა. მიმდინარე სამუშაოების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება პატა ბურჭულაძემ მესტიაში დაიწყო და სხვადასხვა რეგიონებში გააგრძელებს. ყველას ვაცნობ თუ რა კეთება დღეს თუ რა დიდი მშენებლობაა ივერის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისა მახათას მთაზე და ძალიან ბედნიერი ვარ რომ აი ესეთი გამოხმოვნება აქვს ამას და ყველას უნდა რომ მიიღოს მონაწილეობა იმიტომ რომ ეს ტაძარი უკვე საცაა აშენდება. გაიმართა დღეს აქ ამ არაჩვეულებრივ ჯიჯის დარბაზში გაიმართა ჩვენება ფილმისა რომელიც ეძღვნება ტაძრის მშენებლობას საეკლესიო ცხოვრებას საქართველოში და შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება ძალიან საინტერესო როგორც ზუგდიდის ასევე სამეგრელოს მოსახლეობის.
ავღანეთში საქართველოს შეერაღებულმა ძალებმა ჰუმანიტარული ოპერაცია ჩაატარეს. მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 53-მე ბატალიონმა ფარავნის პროვინციაში სკოლის მოსწავლეებს ბასტიბუბუს საბავშვო ბაღის აღზრდელების მიერ გაგზავნილი სასკოლო ნივთები და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცეს. ქართული ოცეული ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობაზე ესაუბრა. Golzai! Selamat Parvez! Cuma ada kamu pilih dengan kana apa dalaka? Dromega zona kana pot begini. Dromega. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში 53-მე მსუბუქოითო ბატალიონმა განახორციელა ჰუმანიტარული ოპერაცია სოფელ ჯარჩიში. საქართველოსდან ბასტიბუბუს გამოგზავნილი საჩუქრები გადაეცა ავღანელ სკოლის მოსწავლეებს. ჩვენთან სოფელში ღარიბი მოსახლეობა ცხოვრობს. მათი მის საშუალებაც არ აქვთ ბავშვებს საწერი კალამი უყიდონ. ჩვენ არ გაგვს კაპიტალურად დაშენებული სკოლა და სამწუხაროდ ბავშვებს კარავში ვამეცადინებთ. მოსწავლეები გახარებულები არიან მიღებული საჩუქრით, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ სამხედროებს. პროექტი მოდერნიზაცია, დემოკრატიზაცია, პოლიტიკური და სოციალური დინამიკა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. თბილისში ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია შვეიცარიული აკადემიის ქსელის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტრანსფორმაციის, პოლიტიკური და სოციალური დინამიკის განხილვა. კონფერენციაში მონაწილეობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებენ. ეს არის ქსელი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ჩვენს რეგიონში მოქმედებს და ძალიან ბევრი ახალგაზრდა მეცნიერი დააფინანსა და მხარი დაუჭირა მათ კვლევას. შესაბამისად, ეს მეცნიერები ისევ როგორც სხვები, ვინც დაინტერესდა ამ თემატიკით, დღეს საუბრობენ იმაზე, თუ რა კავშირშია ერთმანეთთან მოდერნიზაციის და დემოკრატიზაციის პროცესები, როგორ უნდა შევხედოთ რეგიონში არსებულ პროტესტის დინამიკას. ეს კონფერენცია დიდ შესაძლებლობას აძლევს ჩემნაირ ახალგაზრდა მკვლევარებს მეტი ინფორმაცია მიიღონ პოსტსაბჭოთა ქვეყნების შესახებ. ჩვენ დისკუსია გვქონდა სამხრეთ კავკასიაში არსებულ პრობლემებზე. მზადება სასწავლო წლისთვის. განათლების მინისტრი თბილისის რამდენიმე სკოლას ეწვია და სასწავლო წლის დაწყებამდე მიმდინარე მოსამზადებელ პროცესს გაეცნო. თამარ სანიკიძემ ის სახელმძღვანელოები დაათვალიერა, რომელიც მოსწავლეებს გადაეცემათ. მინისტრმა ერთ-ერთი დიდ კონტინგენტიანი მე-11 საჯარო სკოლაც მოინახულა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო და მისი გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა. ნელ-ნელა გვიახლოვდება სწავლის დაწყების პერიოდი, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა მოსამზადებელი სამუშაოები დროულად დასრულდეს. რამდენიმე სკოლაში პირადად ვიყავი და ეხლა ვიმყოფებით მე-11 საჯარო სკოლაში, სადაც 2 წელია უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათ შორის შენობის გამაგრებითი სამუშაოები. დიდი სკოლაა, ბევრი მოსწავლეები ყავთ და პრიორიტეტია შევამოწმეთ წიგნების მდგომარეობა. ნამდვილად სახელმძღვანელოები ადგილზეა, როგორც ამ სკოლაში, ისე ყველა დანარჩენში, რომელშიც ვიყავით. და რა ხდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. უნგრეთიდან ავსტრიის მიმართულებით ლტოლვილთა ახალი ტალღა დაიძრა. დღეს დილიდან ავსტრიის საზღვარი უკვე გადაკვეთა 4000-მა მიგრანტმა. სასაზღვრო პოლიციის განცხადებით, დღის ბოლომდე მათი რიცხვი შესაძლოა 2-ჯერ გაიზარდოს. შეგახსენებთ, ავსტრიისა და გერმანიის ხელისუფლება უნგრეთიდან ლტოლვილების მიღებას დასთანხმდა. უნგრეთის ხელისუფლებამ სირიელი ლტოლვილებისთვის 100-მდე ავტობუსი გამოყო, თუმცა ლტოლვილთა ნაწილი ავსტრიისკენ გზას ფეხით მეუყვება. გერმანიისა და ავსტრიის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ თავის წილ პასუხისმგებლობას ლტოლვილების გადანაწილების საკითხში პოლონეთის ხელისუფლებაც აიღებს. ფინეთის პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნით შესულ ლტოლვილებს საცხოვრებლად საკუთარ სახლს სთავაზობს. პრემიერის განცხადებით, მას ამ ნაბიჯით სურს მაგალითი უჩვენოს ევროკავშირს და მოუწოდებს თანამოქალაქეებს გამოიჩინონ სოლიდარობა ლტოლვილების მიმართ. თუმცა ფინეთის პრემიერ-მინისტრის პირველი მაღალჩინოსანი არ არის, ვინც სირიელი მიგრანტები საკუთარ სახლში დააბინავა. მანამდე ლტოლვილებს სახლის კარი უნგრეთის ექს-პრემიერმა გაუღო. დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ექს-სპიკერის ანდრეი პურგინის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მისმა მხარდამჭერებმა დონეცკის ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ანდრეი პურგინი პოსტიდან გადაყენების შემდეგ დააპატიმრეს. აქციის მონაწილეები მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ექს-სპიკერის თანამდებობიდან გადაყენებას 73-დან 70-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა. მას ეროვნული საბჭოს ხტომის ჩაშლისა და დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობაში ადანაშაულებენ. დროებით ანდრეი პურგინის პოსტი ვიცე
ვიცე-სპიკერმა დენის პუშლინმა დაიკავა. 13 შეიარაღებული პირი დაიღუპა ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის შედეგად. დაკავებულია დაჯგუფების 32 წევრი. ოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა 500 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. დაჯგუფებას თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობს, რომელიც დუშანბესა და ვაღდადში პოლიციის განყოფილებაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ამ დროისთვის ერთ-ერთ ხეობას აფარებს თავს. შეგახსენებთ, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი ელექტრონულ მიმოწერასთან დაკავშირებით სკანდალის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მწუხარება გამოთქვა 2009-2012 წლებში პირადი ელექტრონული პოსტის გამოყენების გამო და განაცხადა, რომ მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა ამასთან დაკავშირებით. საუბარია საერთო ჯამში 60,000-ზე მეტ წერილზე, რომელიც ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა პირადი ელექტრონული პოსტის საშუალებით გააგზავნა. თუმცა ჰილარი კლინტონის განცხადებით, მათში რაიმე სახის კონფიდენციალური ინფორმაცია არ ინახება. ამ დროისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული წერილების მეოთხედი, სადაც ძირითადად ასისტენტებთან და კოლეგებთან სამუშაო მიმოწერაა წარმოდგენილი. და უბრუნდებით კვლავ საქართველოს. საქართველოს შოტლანდია 1-0 საფეხბურთო მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 38 წუთზე ლევან ჭედლიძის პასით ვალერი ყაზაიშვილმა გაიტანა. გამარჯვების შემდეგ კახაცხადაძის გუნდს 6 ქულა აქვს და შესარჩევ დეჯგუფში კვლავ ბოლოს წინა მეხუთე ადგილზე იმყოფება. საქართველოს შოტლანდიის შეხვედრა დინამო არენაზე გაიმართა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შემდეგ შეხვედრას სტუმრად ირლანდიასთან 7 სექტემბერს ჩაატარებს. საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მიულოცა პრემიერ-მინისტრმა მისალოცის სიტყვა მთავრობის მეთაურმა Facebook-ის საკუთარ ბლოგზე გამოაქვეყნა და სპორტსმენებს წარმატება უსურვა. ჩვენ მართალია სატურნირო გამარჯვებიდან გამომდინარე არანაირი შანსი არ აქვს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა თამაში კარგად ვითამაშოთ. ესეთი დონის გუნდებთან, რომლებიც ხვალზე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ, სოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენ, რომ ჩვენ მომავალ შესარჩევში გქონდეს იმის იმედი, რომ ჩვენ შეგვიძლია ასეთ დონეზე თამაში. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი კარგი დახვედრისთვის და მოგილოცოთ გამარჯვება. კარგი თამაში იყო, განსაკუთრებით მინდა გამოვყო მეორე ტაიმი. ჩვენ გქონდა შანსი რომ მოგვეგო ეს თამაში, მაგრამ დაუმარცხდით. საერთო ჯამში ეს ნამდვილად კარგი საღამო იყო. შედეგიც და თამაშითაც საკმაოდ ნორმალურად ვითამაშეთ, ჩემს დამსახურებად მოვიგეთ. ვისურვებდი რომ ჩემო ბევრი ყოფილიყოს ეს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მაგრად ვითამაშეთ, საკუთრებით მეორე ნახევარში, როცა ყველა ერთად დაცვაში კომპაქტურად ვიდექით და ვცდილობთ რომ ფეხბურთი გვეთამაშა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ჰოლანდიის წინააღმდეგ დღეს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი იწყება. იგორ კოკოშკოვის გუნდი ევრობასკეტზე ასპარეზობას ჰოლანდიასთან დაპირისპირებით დაიწყებს. თამაში თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება. საქართველოს მატჩების პირდაპირ ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ყველაფერი გაკეთე იმისთვის, რომ დღევანდელი დღისთვის გუნდი მაქსიმალურად მომზადებული ყოფილიყოს და მე ვფიქრობ, რომ ეს მიზანი მიღწეულია, დანარჩენს უკვე საღამოს თამაში დაგვანახებს. გახსნით იმ მატჩი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, რომ ჰოლანდია იცით, რომ ერთ-ერთი ჩვენი უშუალო პრეტენდენტია ჯგუფიდან გასulis ასე რომ ვეცდებით, რომ გამარჯვებით დავიწყოთ ეს ევროპის ჩემპიონატი. უკვე ამ დასკვნით ეტაპზე ევროპის ჩემპიონატზე ადვილი გუნდები აღარავინ აღარ არის. რა ვიცი, ფურცელზე ჩვენ ვართ ფავორიტები, მაგრამ თავარია მოედანზე როგორ იქნება რა და ნამდვილად ყველანი მზათა ვართ და მომზადებულები ვართ იმისთვის, რომ არა მარტო ჰოლანდია, არამედ ჯგუფიდანაც გავიდეთ და რა ვიცი. კაი გუნდი ვართ და წელს შეგვიძლია მართლა რაღაც კაი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.
გაერთიანებული სამეფოს არმიის ბენდი ესტუმრა საქართველოს 6 სექტემბერს ევროპის მოედანზე საქართველოს შეერაღებული ძალების ეროვნული გვარდიის ორკესტრისა და ბრიტანეთის ბენდის ერთობლივი კონცერტი გაიმართება. დღეს კი მუსიკოსებმა ხვალინდელი საღამოსთვის ერთობლივი რეპეტიცია გაიარეს. ბრიტანულმა ბენდმა მარშირებით გაიარა მეტეხის ხიდი და ევროპის მოედანზე სპეციალურად დამონტაჟებულ სცენასთან საქართველოს ეროვნული გვარდიის ორკესტრს შეუერთდა. შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი, რის შემდეგაც ბენდებმა რამდენიმე კომპოზიცია ერთობლივად დაუკრეს. ბრიტანული ბენდი საქართველოში რამდენიმე დღე დარჩება და კონცერტებს ქუთაისში, გორსა და ბათუმში გამართავს. ეს ხდება ბრიტანული ხარის მხარდაჭერით. ასეთი ტიპის ღონისძიებები თავისთავად უწყობს პოპულარიზაციას სამხედრო, საორკესტრო და მუსიკალური თვალსაზრისით, რომ უფრო მრავალფეროვანი გახდეს და ჩვენი მსმენელიც უფრო გაიგოს და მეტი შეიგრძნოს ამ ტიპის მუსიკის და ამ ტიპის ორკესტრების ჩამოსვლის საქართველოში. ჩვენ აქ დიდი ბრიტანეთის საელჩოს პროგრამის ფარგლებში ვიმყოფებით. აქ არის აგრეთვე ჩვენი შეიარაღებული ძალების ნაწილიც. მომდევნო კვირის განმავლობაში ჩავალთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. შემდეგ თბილისში დავბრუნდებით და სომხეთში გავემგზავრებით. ბათუმობა 2015 მზღვისპირა ქალაქში დღესასწაული ოფიციალური მიღებით გაიხსნა. ბათუმს დამეგობრებული სხვადასხვა ქვეყნების 8 ქალაქის მერიის დელეგაცია სტუმრობს. ცენტრალური ქუჩები სახალხო ზეიმისთვის სპეციალურად გაფორმდა. ერთმანეთის პარალელურად სხვადასხვა სანახაობრივი ღონისძიებებია დაგეგმილი. ეთნოგრაფიული გამოფენები, ფოლკლორული წარმოდგენები და სპექტაკლები 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მივიღეთ გადაწყვეტილება ყოველი სექტემბრის პირველი შაბათი კვირა იქნება ტრადიციულად ქალაქის დღესასწაული, რომელსაც ჩვენ შევეცდებით ბათუმლებთან ერთად, ჩვენ სტუმრებთან ერთად აღვნიშნოთ. მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება როგორც ასევე ერას მოედანზე, ასევე მემედ აბაშიძის გამზირზე და ადრეა ჯერ და საღამომდე კიდე ალბათ ძალიან ბევრი ხალხი იქნება. ღამის სერენადების დასკვნითი საქველმოქმედო კონცერტი საქველმოქმედო სოლიდარობის ფონდის საქმიანობას მიეძღვნა. ლიანა ისაკაძისა და ანსამბლ ვირტუოზების გადაწყვეტილებით საღამოდან შემოსული თანხა სიმსივნი დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება. ფესტივალის დასკვნით საღამოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა. საქართველოს სოლიდარობის ფონდში ამ დროისთვის მობილიზებულია 3,5 მილიონ ლარზე მეტი და ონკოლოგიური დაავადებების მქონე 153 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკა მკურნალობას მოხმარდება. მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ კლასიკური მუსიკის განვითარება და პოპულარიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ კულტურის სამინისტროსი. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქალბატონ ლიანას დიდი მადლობა გადავუხადო დღევანდელი საღამოსთვის, იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც გულისხმობს საქველმოქმედო ხასიათს დღევანდელი დასკვნითი კონცერტის. მომბეთ 16 საათზე ამი დასრულებულია. მადლობთ ყურადღებისთვის.